დავიწყოთ მეგობრებო. ვეცხოვრო სიკეთით გამარჯვებულ საქართველოში. ამას ასე ხშირად ვიწყებ, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში სიკეთით გამარჯვებული პოლიტიკური ძალა არ მოსულა ხელისუფლების სათავეში. ყველა მოდის ან გარე ძალების დახმარებით, ან ფულით, ქურდების და ძველი ბიჭების და რა ვიცი, ყველას დახმარებით, მხარდაჭერით, გაჭირვებული ადამიანების მხარდაჭერით. სახელისუფლებო განწყობა ძირითადში არის უფროსი თაობის ადამიანებში, რაღაც έτσι დაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი მიეჩვენენ კიდევაც იმას, რომ აი ხელისუფალი ვინც არის, იმის მიმართ უნდა კონდეთ მორჩილება. თუ ძალიან თავისუფალი განწყობის არ არის აზროვნება და ადამიანი და ასეთი აზროვნება არ აქვს, ашკარად ჩანს, რომ აი ხელისუფლებისადმი რაღაც მოგზალებული დამოკიდებულება ცუდი არ არის, მაგრამ აი მონური დამოკიდებულება, რომ აი ვინც არის ხელისუფლება, ეს არის კარგი, ეს განწყობა ძალიან ჭარბობს უფროსთაობის ადამიანებში და მე პირადად ეს დღეს ერთ-ერთი აკადემიკოსის წერილში ვნახე, რომლის შვილიშვილი დაუჭერიათ და რომელმაც მიმართა იმის მამას, უბრალოდ მე ამ ქალბატონს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ გული დამწყდა იმაზე, რომ ძალიან კარგად ხედავ ჩვენ დღეს რა სიტუაცია, რა მდგომარეობა და არ შეიძლება ასე დროს ვთქვათ რაღაც ესე იგი ხელისუფლებას უყურებდეთ როგორც უფროსს. დადგა მომენტი, როდესაც ხალხი უნდა ამბობდეს იმას, რომ ამ ქვეყნის პატრონი ჩვენ ვართ და ხელისუფლება არის მსახური და არა უფროსი. ეს ყოველთვის ასე უნდა იყოს, მაგრამ ეხლა განსაკუთრებულია ეს მომენტი. დღეს ბევრია თემა, რომლის თაობაზე საუბარს ელოდება არაერთი ადამიანი და მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ მაინც მინდა რომ არ გაგრძელდეს ეს გადაცემა დიდხანს, მაგრამ შევეხო მთავარს და უპირველეს. რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ეს არა მარტო ცუდისკენ მიმავალი გზაა, ეს ანტიქრისტეს გზაა. დაპირისპირება ყოველთვის არის ანტიქრისტეს გზა. საქართველო არის დღეს დაპირისპირების აპოგიას აღწევს დაპირისპირება ქვეყანაში, ასე ცხოვრება შეუძლებელია. ვინმე არაერთი და ორი ამბობს იმას, რომ აი ომი ხო არ გვაქვს, ომია ადამიანთა გულებში, ომია ადამიანთა ესე იგი საქართველოს ოჯახებში, მეზობლებში, მეგობრებში, ომია ეს, როდესაც თქვათ ადამიანებმა დაივიწყეს ფიქრი მთავარზე, საქართველოზე და ერთმანეთთან ესე იგი იმის გარკვევაში არიან, ვინ მართალია და ვინ არა. ეს რეალურად არის სხვა ომი, დამანგრეველი ომი. ეს არ არის უბრალოდ შინა ომი, ეს არის დამანგრეველი ომი. დაპირისპირება ბატონებო არის კატასტროფა. ის რაც ერთი წელია, მე არ ვსაუბრობ წინა წლებზეც, მაგრამ რაც ერთი წელია ხდება, ეს არის ხელოვნურია ყველაფერი, რომ ქვეყანა საბოლოოდ გადაიყვანონ ბუნებრივი განვითარების გზიდან. ვიმეორებ, ეს არის ხელოვნური, შეგნებულად ხელოვნური, რომ ქვეყანა გადაიყვანონ ბუნებრივი განვითარების გზიდან. არავითარი აუცილებლობა არ იყო ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრს გაეკეთებინა ეს განცხადება ევროპასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს უკვე იყო ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი მოლაპარაკებულია, ჩვენ კურსს ვერ შევცვლით, თუ გარკვეულწილად დაპირისპირებაში არ შევედით ამერიკა ევროპასთან, ასე ვერ შევცვლით კურსს და ვერ დაუახლოვდებით ვერც რუსეთს, ვერც ჩინეთს, ვერც ირანს, ვერც არაბულ სამყაროს და როგორც ჩანს ეს ძალიან დიდი ხანია მზადდებოდა. მე ბევრი რამის ანალიზი შემიძლია გავაკეთო დღეს, საიდან ვაკეთებ ამ დასკვნას, თუნდაც როგორ მოხდა ვთქვათ აი ჩინეთში და ამ განვითარების ფონდები და ისინი რო შექმნა პატრონმა ივანიშვილმა იქ ხელმძღვანელებად როგორ მოხდა იმ პიროვნებების დანიშნა, რომლებიც ჩინეთთან თითქოს კარგად იყვნენ და ძალიან ბევრი პიროვნება როგორ წამოწიეს, რომელიც რუსეთთან ახლოს იყო. პროკურორი იქნება თუ სხვა ვინმე. ეს რეალურად იყო პოლიტიკა როგორც ჩანს და ვიმეორებ, ძალიან კარგად იციან, რომ ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში ცუდია, მაგრამ დაპირისპირების გარეშე კურსის შეცვლა შეუძლებელი იქნებოდა. თავისთავად საეჭვო იყო, რომ ჩაწერა მოხდა კონსტიტუციაში, რომ თითქოს ჩვენი გზა არის ნატო და ევროპისკენ, ამას დავცინოდა მაშინ ყველა, მაგრამ ეს აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო მაშინ სასარგებლო და დღეს მის წინააღმდეგ გამოსვლა არის კიდევ
იმის საშუალება, რომ შეინარჩუნო თანამდებობა და შეინარჩუნო პოზიცია. ვიმეორებ, ხელოვნურია ყველაფერი რაც ხდება. საქართველოში დღეს რეალურად კარგი ხელისუფლების და ეროვნული ხელისუფლების პირობებში აბსოლუტურად არავითარი დაპირისპირება არ იქნებოდა, განწყობა იქნებოდა საქმის კეთების და ქვეყანა იქნებოდა ორჯერ და სამჯერ კი არა, რამდენჯერმე და გაცილებით უკეთეს კი არა, რამდენჯერმე უკეთეს მდგომარეობაში. ეხლა დღეს ყველაფერი უნდა ახსნა იმით, რომ თურმე ირგვლივ ყველაფერი ცუდია და ქვეყანაში მტრები გვყავს. ესე იგი, როდესაც შენს მოწინააღმდეგეში მტერს ხედა, უკვე შენ თვითონ ხარ მტერი ამ ქვეყნის. ქართველმა ქართველში მტერი არ უნდა დაინახოს, როგორადაც არ უნდა ამძიმებდეს მისი განწყობა და როგორადაც არ უნდა მიუღებელი იყოს მისთვის ეს განწყობა. ჩვენ ისტორიამ გვასწავლა, რომ ისტორიამ გმირებად დატოვა ის ადამიანები, რომლებსაც მტრებს ეძახდნენ. მე ვერ გეტყვით, რომ დღეს ვის უნდა ვეძახოთ ჩვენ მტერი, ვინ არის ერთგული, მაგრამ მოწინააღმდეგეში მტრის ძიება უკვე დამარცხებას ნიშნავს. ეს არ მინდა ჩვენ ამ საკითხზე ხშირად გქონდა საუბარი და დღეს არ მინდა კიდე გავღრმავდე, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ დღეს ყველანი საუბრობთ იმაზე, რომ სიცრუეში ცხოვრობს საქართველო, მაგრამ სიცრუეში ცხოვრობს საქართველო არაერთი და 2 წელია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პრაქტიკულად ეს არის ძირითადში ეს არის სიყალბეში ცხოვრება, ანუ სიცრუეში ცხოვრება და ეს არის კორუფციაში ცხოვრება. გქონდა შთაბეჭდილება იმისი, რომ შეიცვლებოდა მდგომარეობა, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ძლიერდება სიყალბე, მით უფრო შევდივართ სიცრუეში და მით უფრო ძლიერდება კორუფცია, ნეპოტიზმი და ყველაფერი ის, რაც ქვეყანას ანგრევს. ეს არის რეალობა. ხალხი დაიღალა. დღეს ძალიან ბევრი ამბობს იმას, რომ აი ხალხი სად არის, რატო არ გამოდის და ათასნაირი ეპითეტებით ამკობენ. ხალხი დაიღალა ერთი რამით, რომ პირველ ეტაპზე შევარდნაძის ეპოქაში დაამშიეს და დააუძლურეს, რომ სააკაშვილის დროს ადვილად ემართათ. ეს არ არის დღევანდელი შეფასება ჩემი. მე ამას ვამბობდი მაშინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვიყავი თანამდებობაზე. სამწუხაროდ მე რესპუბლიკის მასშტაბით ხელმძღვანელი არ ყოფილვარ, მაგრამ იმერეთში როდესაც ვიყავი, მაშინ ვამბობდი, რომ ესე იგი აზროვნების სიძნელე, აი წერალი რომლითაც მიმართე 2001 წელს პრეზიდენტს სათაური ასეთი ჰქონდა მას აზროვნების სიძნელე, ანუ შეერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია და კუჭი იმარჯვებს გონებაზე. აი ეს იყო 2001 წელი. აღარ ვსაუბრობ წინა პერიოდებში, რაზეც ვსაუბრობდი, იმიტომ კი არა, რომ მე ვთქვი და რა კარგავ თქვი, არა. მე ვეხნობოდი მეცნიერებას, ვეხნობოდი მეცნიერებს და ვიცოდი ერთი რამ თავიდანვე, რომ მეცნიერების გარეშე ეს ქვეყანა ვერ შეიცვლება. და აი დღეს რეალურად კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი უკვე ქვეყანაში მოვიდა აზრზე და მოვიდა არის უკვე იმ განწყობაში, რომ ერთადერთი გამოსავალი არის მეცნიერებისა და ხალხის შეერთება მეცნიერულ პროგრამებში. ამის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს. სამწუხარო ის არის, რომ პოლიტიკოსები ვერ ვაცნობიერებთ ყველაფერ ამას და ყველა პარტიას გონია, რომ ის არის გადამრჩენი. გამორიცხული ეს. დღეს პარტიები ვეღარ გადაარჩენენ ამ ქვეყანას. პარტიებმა მოიყვანეს ამ მძიმე მდგომარეობამდე და ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა, რომელიც ჩამოყალიბდა მეცნიერთა კონგრესში, იმ ანალიზიდან გამომდინარე, რომელიც რეალურად გვაქვს, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა მისი ისტორიის მანძილზე და იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც კაცობრიობას გააჩნია და იმ მომავლის გათვალისწინებით, როგორიც საქართველოს ჩვენ გვინდა. არავით არის სხვა ხსნა გარდა იმისა, რომ ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. აქ ყველანაირი დღეს ჩვენ ერთ-ერთ პიროვნებას ვეუბნებოდით, აი თუნდაც მქონდა საშუალება, რომ ესე იგი ერთ-ერთი გადაცემაში იღებდა მონაწილეობას დღეს ადვოკატი ქალბატონი ხათუნა ხელაია. ნუ ეს პრინციპში ეს პიროვნება მოძებნა იმ სისტემამ, რომელიც ჩვენ შევქმნით, ანუ ხალხს მიმართეთ, გითხარით საინტერესო ადამიანები და ნუ თქვათ ერთ-ერთი ასეთ საინტერესო პიროვნება და მე როცა დავჭით მეცნიერთა კონგრესის წევრები, ვამბობდით, რომ აი რა სწორი და რა კარგია, ის კი არა შენს მეგობრებში, ნაცესავებში და ახლობლებში, მეზობლებში თუ სხვაგან ეძებო, ვინ იქნება შენი ერთგული, არამედ უნდა ეძებო ქვეყნის ერთგული და ქვეყნის ერთგულება გადის პროფესიონალიზმზე. ადამიანი როცა არის პროფესიონალიზმი და არის წესიერი,
იმისგან უკვე ღალატი არ იქნება ამ ქვეყნისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ხელისუფალი საქართველოში ეძებდა არა ქვეყნის ერთგულს, არამედ მის პირად ერთგულს. როცა პირად ერთგულს ეძებ, უკვე შენ თვითონ დაღუპული ხარ და რეალურად ქვეყანაც მძიმე მდგომარეობაში ვარდება. მე ვერ გეტყვით რომელიმე ხელისუფალმა ეძება ქვეყნის ერთგულები და არა პირადი. ეძებდა პირად ერთგულებს შევარდნაძე, ეძებდა პირად ერთგულებს მიხეილ სააკაშვილი და ესე იგი რაღაც ზენიტში აიყვანა ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა მისი ერთგულების გარეშე გამორიცხული ეს როგორადაც არ უნდა როგორიც არ უნდა იყო და როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო მისი მონადე ერთგული. დღეს ყველა ის ადამიანი რომელიც მის გვერდითაა შეურაცხყოფილია, იმიტომ რომ მათი მთავარი საზომი არის არა ქვეყნისადმი ერთგულება, არამედ ბიძინა ივანიშვილისადმი ერთგულება და ეს დადასტურდა კიდევაც იმ უკანასკნელი ძალიან არაერთი და ორი მოვლენის გამო, როდესაც იმას გვეუბნებოდნენ რომ თუ ამ პრეზიდენტს არ აირჩევ, თუ იმ პრეზიდენტს არ აირჩევ, ქვეყანა დაიღუპება და მე გამოდიოდა რომ ეს პრეზიდენტები თურმე ვიღაც სხვების მსახურები ყოფილან, ისევე იყო პრემიერ-მინისტრებზე და არა მარტო. ეს ყველაფერი არის იქიდან გაუმდინარე რომ ერთი კაცი როგორ უყურებს, ისე ხდება მე ყველას პოზიცია ისე ყალიბდება. ქვეყანაში არ არსებობს პიროვნება რომელმაც თუნდაც ხმამაღლა ტრიბუნიდან გაბედოს ასეთი რამ რომ თქვას, ასე ხომ არ აჯობებდა. აღარ არის ლაპარაკი იმაზე რომ რაღაც გააკრიტიკოს. ეს არის მონური ფსიქოლოგიის ქვეყანა და ჩვენ ამ განწყობამ, ამ დამოკიდებულებამ მიგვიყვანა ფეოდალურ წყობამდე, 21 საუკუნის ფეოდალურ წყობამდე, როდესაც ჩვენ გვყავს მდიდარი მონები, ხელისუფლებაში არიან მდიდარი მონები. აი ეგ არის ყველაზე ცუდი, რომ ფულმა დაიმონა ყველა. ადამიანს ფული ჭირდება იმისთვის, რომ თავისუფლება კონდეს. და საქართველოში ფული მონასხდის ადამიანს, იმიტომ რომ ფულს ვერ შეუღლობ ხელისუფლების გარეშე და ხელისუფლება გაქცევს მონად, რადგან მან გაშოვნინე ეს ფული და გეუბნება რომ ჩემი მსახური გახდიო. ასეთი არიან საქართველოში ბიზნესმენთა აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია, ისინი დანიშნული ბიზნესმენები არიან. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს არჩევითობა და რეალურად ყველა დღეს ხედავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთგულება კი არ არის. ესენი ფიქრობენ, რომ აი ეხლა რომ რაღაც ცვლილება მოხდეს, ყველა მინისტრი, ყველა გუბერნატორი, ყველა გამგებელი, ყველა მერი დავიღუპებით. აი ესაა მათი საზომი. არავინ არ დაიღუპება ამ ქვეყანაში. მესტიერთა კონგრესის პროგრამა და ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა სწორედ აი ამას ნიშნავს, თუნდაც ის გამოთქვა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვეუბნებოდნენ, აი იქნებ როგორმე გავერთიამდეთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლო და ოპოზიცია გვეუბნებოდა. ჩვენ ვეუბნებოდით, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვერთიანდებით და ყველა ერთის წინააღმდეგ ეს არის ფაშისტური ლოზუნგი და ჩვენ ამას არ შევუერთდებით და ჩვენ ვამბობდით იმას, რომ ყველანი ვჭირდებით ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ არა პოლიტიკაში და მიხეილ სააკაშვილის და არა ამ ამბიციებით. ეს ყველაფერი და ყველა გარკვეულწილად უნდა მოვინანიოთ ჩვენ და შენდობა ვთხოვოთ უფალს და ქვეყანას ხალხს ვთხოვოთ შენდობა რომ ამ მდგომარეობამდე მოვიყვანეთ. დღეს პრემიერ-მინისტრს ამისი წამოწდა როგორც ჩანს და დარწმუნებული ვარ დიდ კრიტიკას მიიღებდა იმის გამო რომ თურმე ჩვენთან ეკონომიკა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ყოფილა და ერთ სულზე გაანგარიშებით ერთიანი პროეროვნული პროდუქტი ყველაზე დაბალი ყოფილა ევროპის ყველა ქვეყანას, მათ შორის სუსტ ქვეყნებს შორის. კი, მაგრამ იმას არ ვამბობდით, ევროპას გავაკვირვებთ, ყველაზე უკეთესი ტემპები გვაქვს, ყველაზე უკეთესად მუშაობთ, ამას არ ვლაპარაკობთ 15-16 წელია, ამას ლაპარაკობდა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ვერ გავიგე, თუ 22-23 წელია, ყველაფერი კარგად მიდის და თუ ევროპა და ამერიკა 22-23 წელია იქცევა, ჩვენ ოდნავ მაინც რომელიმე ერთ ქვეყანას ვერ მივეწიეთ და ვერ გავუწარით, მაგრამ ეს არის სიყალბეში ცხოვრება. ქვეყანა ცხოვრობს სიყალბეში, გაუგებარ სიყალბეში. რომ არ ყოფილიყო ეს, მე ვამბობ, რომ ბუნებრივი განვითარების გზიდან გადააგდეს საქართველო და ის არის უკვე რაც ხდება ქვეყანაში ხელოვნურია, რომ არა ეს დაპირისპირება ვერავინ ვერ შეძლებდა ამდენი ხანი ხელისუფლებაში დარჩენას, რომ არა ეს პოლიციური სახელმწიფო ვერ შეძლებდა ბიძინა ივანიშვილი თავისი იმ პოტენციალით, რომელიც მას გააჩნია როგორც პიროვნული, თუნდაც ფინანსური, ვერც ერთი პოტენციალი მისთვის საკმარისი ვერ იქნებოდა, რომ არა პოლიციური სახელმწიფო და რომ არა მშიერი და დაღუძლურებული ხალხი ვერაფრით ვერ შეძლებდა ამას და რომ არ ეძებონ ყველა ქალაქსა და რაიონში მდიდარი მონები და ეს მდიდარი მონები აჩუმებენ, აყუჩებენ, ფულს არიგებენ და ესე იგი აწყნარებენ ხალხს, რომ ვთქვათ და ამ თანაც იმით ამართლებენ, რომ ხო ხედავთ, ტერი ოპოზიცია გვყავს,
ვინ შექმნა ეს ოპოზიცია? მე არ შემიქმნია ეს ოპოზიცია. ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხთან იყო 2010 წლამდე. ამ ხალხთან, მიხეილ სააკაშვილთან მილიარდები დაახარჯა. ბიძინა ივანიშვილი იმ ხალხთან იყო სოროსია თუ დააშემდგომ წითელი ხალიჩებით ხვდებოდნენ, რომ ჩამოდიოდა საქართველოში. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ის გააკეთა, რომ რეალურად ის ძალები წამოწია, რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებოდნენ. მას ერთი პარტია არ წამოუწევია ისეთი, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართებოდა. ასენი ანუ მითხარით რომელიმე რესპუბლიკელები იყვნენ ასეთი თუ ის პარტიები რომლებსაც ის დაეხნო. ეს იყო გარედან კარნახი, ყველაფერი შეასრულა გარე კარნახით და რეალურად ეხლა ვინმე იტყვის რომ მაშინ ძალა არ ქონდა, რა ძალა არ ქონდა, რისი ძალა არ ქონდა, ძალა თუ არა გაქვს, რას მოდიხარ და არ დავიმარჯვებ და რა კოჰაბიტაციაზე მელაპარაკები, თუ ვინმეს გარედან არ უკარნახებია ყველაფერი ეს. მე ძალიან ბევრ რამეზე შემიძლია დღეს გამოკვეთილი და მკვეთრი პოზიცია ჩამოვაყალიბო, მაგრამ თავარი ეს არ არის რომ ერთმანეთი ვაკრიტიკოთ ჩვენ. აი აგერ დღეს მაქვს ორი გაზეთი. ერთი არის წინ საქართველო, ეს ამის დამფუძნებლები ვიყავით, გვარებს აგიკითხავთ აგერ ალფაბეტის მიხედვით. მამუკ არეშიძე, ირაკლი ბათიაშვილი, გიორგი კობახიძე, ჰამლეთ მელაძე, ნუკრი ქანთარია, მიხეილ ქურდიანი, თეიმურა შაშიაშვილი, დავით ჭეიშვილი, მერაბ ჯიბლაძე. აი ამის დამფუძნებლები ვიყავით. ეს წინ საქართველოს დამფუძნებლები. ეს არის ნომერი 2 გაზეთი, 2 ივლისაა გამოსული 2005 წლის. საქართველოს მოსახლეობას მიმართვა. ჩვენ ყველანი ვაწერთ ხელს საქართველოს მოსახლეობას რომ მივმართეთ და რეალურად ყველას ამ პიროვნებებს ძალიან ენციკლოპედიური განათლების პიროვნება იყო და რაღაც განსაკუთრებული ყველა ჩვენ თითოეული ჩვენთაგანისთვის მიხეილ ქურდიანი და ასეთივე მერაბ ჯიბლაძე, რომელიც მუშაობდა ესე იგი ნობელის პრემიის ლაურეატებთან და ერთ-ერთი უძლიერესი ფიზიკოსი იყო და აღიარებული არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთ და ეს ორი პიროვნება არ არის დღეს ესე იგი გარდაცვლილები არიან და ყველას მინდა მიმართო და გითხრათ, ჩვენ ხომ ვართ ეს ადამიანები. წავიკითხოთ კიდე ერთხელ რას მოვაწერეთ ხელი. თქვათ იგივე ბატონ გიორგი კობახიძეს მინდა მიმართო, ბატონ ალხაზ გულაშვილს მინდა მიმართო, რომლის ტელევიზიაშიც კი ვერავის დღეს, ვინც აი ამ განწყობითაა, რომელსაც სერიოზული და ქართული განწყობა აქვს, ვერავის ვერ იწვევენ. მე არ მგონია რომ ხელისუფლებისადმი მსახურება ხელისუფლების კებას ნიშნავდეს. და მე ხმამაღლა ვამბობ იმას, რომ tetreby.org არსებობს ასეთი ვებგვერდი www.tetreby.org. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეგ შევიდეს და აკრიფოს, თქვათ, გვარი სარჩევში აკრიფოს გვარი შევარდნაძე, ნახავს ჩემს გამოთქმებს შევარდნაძესთან დაკავშირებით, რაც კი სადმე მქონია გამოსვლა თავრობის ხდომაზე, გაზეთში, პარლამენტში, ყველგან ნახავს აკრიფოს ივანიშვილს, ნახავს ივანიშვილზე გამოთქმებს, ნახავს სააკაშვილზე, შეიყვანს გვარ სააკაშვილი და ნახავს გამოთქმებს. მე დღეს ამას მე თვითონ უბრუნდები, ვკითხულობ რომ პოზიცია ნახო, რა პოზიცია მეჭირა მაშინ და რა პოზიცია მაქვს დღეს და მე ვამბობ იმას რომ აი ამას ხელი რომ მოვაწერეთ ბატონებო, წინ საქართველოს შეიძლება არასწორად მეშვება, ხელი რომ მოვაწერეთ ამას. აქ ხო პირდაპირ არის მოსახლეობას რომ მიმართავთ, რომ ასე იგი არჩევნები უნდა ჩადდა, დემოკრატია, მიწა არ უნდა გაიყიდოს, ეს არ უნდა გაიყიდოს. ყველაფერი ჩვენ რატომ მიხეილ სააკაშვილს ვებრძოდით თუ საქართველოსთვის ვებრძოდით? მე შთაბეჭდილება რჩება რომ ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც ზვიად გამსახურდია, არ მიიღო თავისთან, ტრადექცა ზვიად გამსახურდიას. არა იმის გამო რომ ზვიად გამსახურდიას იდეები არ მოწონდა, არამედ იმის გამო რომ ზვიად გამსახურდია მის არ მიიღო. და აი ამის გამო ექცა მტრად. მე სხვა დამოკიდებულება მქონდა. იგივეა მიხეილ სააკაშვილი, აქ არის ხშირად მინდა რომ ერთხელ მაინც მოხდება ეს რომ დარწმუნებული ვარ, დავჯდებით პირდაპირ ეთერში და ქონია კიდევაც ამის საშუალება, არაერთგზის უთქვამს ჩემთვის რომ მოდი ერთად შევქმნათ პარტია, გავაკეთოთ რაღაც, მაგრამ მე ვეუბნებოდი, მე არ ვთვლით თქვენ იმ პიროვნებად, რომ თქვენ ეროვნული განწყობის ხართ და მე არ მაქვს არავითარი სურვილი თქვენთან ერთად თქვათ რაღაც პოლიტიკური ძალა შევქონა, მაგრამ ის ხალხი რომელიც არ მიიყვანა მიხეილ სააკაშვილმა თავისთან ექსნერ მტრად, ჩვენ მე განსხვავებული პოზიცია მაქვს, მე თვითონ არ მქონდა ეს სურვილი. იმათ ჰქონდათ სურვილი ყოფილიყვნენ გამსახურდიასთან ახლოს, სააკაშვილთან ახლოს,
თუნდაც ბიზინეევანიშვილთან, მაგრამ არ მიიყვანა ახლოს არც ერთმა, არც მეორემ, არც მესამემ, ნუ ახლა ყველაზე არ არის საუბარი, მაგრამ ექცნენ მტრად. ან ვინც მიიყვანა და ფულები დაახარჯა, მერე უკვე როდესაც ჩათვალა, რომ მათ უნდა დაცილებოდა, მერე ისინიც ექცნენ მტრად. ადამიანები, რომლებიც აი ასე თამაშობენ და იმის გამო უპირისპირდებიან, რომ ის ახლოს არ მიიყვანა, საქმე არ მისცა, მინისტრად თუ მის მოადგილედ არ დანიშნა, თანამდებობა არ მისცა, ამ ადამიანებისგან სიკეთე არ იქნება. საქართველოს პოლიტიკა დღეს არის იმ ადამიანთა ასპარეზი 99% როგორც მინიმუმ, რომლებსაც პრეზიდენტებმა და პირველმა პირებმა კარი არ გაუღეს, მასთან შესასვლელი კარი არ გაუღეს და ამიტომ მტრად ექცნენ, ქუჩაში გამოვიდნენ, ქუჩის პოლიტიკოსები გახდნენ და გადატრიალებად ამხობები მოაწყვეს. ეს არის უბედურება, როდესაც ასეთ პოლიტიკოსებს უჭერენ ქვეყანაში მხარს. აი ეს გაზეთი, მე მინდა გითხრათ, რომ აი ეგრე მთელი დასწრა ერთმა პიროვნებამ. მე არადის მithkoms, რომ ჩვენ არქივით ქუთაისში ხო დაწვეს ტელევიზია, სადაც ყველა ჩემი გამოსვლა იყო შენახული, როგორც წამოვედი რიონი, ტელეკომპანია რიონი 2-3 თვეში, იმიტომ რომ იქ უნიკალური გადაცემები იყო და მე ჩემთვის არ ვაგროვებდი ამ გადაცემებს. შემდგომ ყველა გაზეთი და ყველა ის რაც ჰქონდა, აი აქ ზუსტად იმ ოთახში ჩამოუშვეს წყალი და მთელი ნაგავი ზემოდან ახალი წლის წინა პერიოდში, რამდენიმე წლის წინ, სადაც ჩვენ ეს ლიტერატურა გქონდა, მაგრამ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც თუმე ინახავდა ჩვენს ამ გაზეთებს გამოსვლებს და აი დღეს მომიტანა ერთი დასტა, რომელშიც პირველი გვერდზე სწორედ ეს იყო საქართველოს მოსახლეობას. მე ამ გაზეთს ვეძებდი. ძალიან გავიხარე, რომ ეს გაზეთი ვნახე. ამაში ყველაფერია მოცემული. სასაული ეს ნებისმიერ პიროვნებას ახლა მინდა გადავიღო. ბატონ ირაკლი ბათიაშვილის გაუგზავნო, ბატონ გიორგი კობახიძეს გაუგზავნო, ბატონ მალხაზ გულაშვილის გაუგზავნო, ბატონ მამუკა არეშიძეს გაუგზავნო, ბატონ ხამლეთ მელაძეს და მუდმივად მაქვს საუბარი და ჩვენ განწყობა ერთი და იგივე გვაქვს. ბატონ ნუკრი ქანთარიას გაუგზავნო, ყველას ამ ადამიანებს გაუგზავნო და უთხრათ, ჩვენ ამას ხო ვაწერდით ხელს. დღეს რა ხდება? მეორე რამ აგერ ავიღო ისევე გაზეთი და მინდა გითხრათ, ეს არის ასე ამას ქვია დავითის ზარი. ჩვენი გამოცემული ეს გაზეთი. აქ არის მოცემული როგორ ანგრევდა მიხეილ სააკაშვილი, როგორ გადაქონდა დავით აღმაშენებლის ზეგლი. და მოცემულია ყველაფერი როგორ ვიდეგით. გიორგი კობახიძის მთელი ოჯახი იქ იდგა. და ჩვენ ვამბობდით, რომ დანაშაულია. არ შეიძლება მეფის ესე იგი წმინდანი მეფის ესე იგი ზეგლი იყოს იქ, აღმართული იყოს იქ, სადაც ის არ არის ნაკურთხი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ. აქვეა წერილით, რომ მივმართეთ ჩვენ ქალაქის მერიას, აპასუხი მივიღეთ, როგორ ვიბრძოდით. კი, მაგრამ 12 წელია, 13 წელია ეს ხელისუფლების სათავეშია და ბატონი თქვა კობახიძე, რომელიც იდგა თითქოს იქ, თქვენ ჩვენ რა გვინდოდა, მაშინ რატო ვიდექით? დავით აღმაშენებლის ზეგლს რატო ვიცავდით რა? დავით აღმაშენებელი ისთვის გვინდოდა. ვამბობდით, რომ დავით აღმაშენებლის ზეგლის გადატანით ქალაქიდან, თბილისიდან გავა და საქართველოსდან გავა ქართული იდეოლოგია. მოხდა თუ არა ასე? და გავაგზავნოთ ახლა და ამით დავასრულებ ამ დღევანდელ იმას, რომ საფიქრებლად გაძლევთ. მე ეს დოკუმენტები უკვე აქ მაქვს. ამ გაზეთებს ვეძებდი, ამ მასალებს ვეძებდი. კიდევ ვინმეს რაც გაქვთ სახში, დიდი სიამოვნებით, დიდი მადლობა, რომ ესეთი რამეები მოვიდა ჩვენთან. მე ვახსენებ ბოლო პერიოდში, თქვი დავით აღმაშენებელი და მინდა გითხრათ, რომ ორ თემას შევეხები. ერთი ეს დავით აღმაშენებელმა 4 მრავალსაუკუნოვანი ბატონობა არაბების ბატონობა დაამთავრა საქართველოში. ყველანი მივდივარ ჩვენ და დავით და კონსტანტინე მხეიძეების სულის წინაშე ვიხრით კეთს, როდესაც მოწამეთაში მივდივართ. რა უქნეს მას? ვინმე ამბობს, რომ არ გქონდეს არავითარი კავშირი? მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე აგრესიული ესე იგი რელიგია, სწორედ რომელიც კი არის მუსლიმური მიმართულების, მოდის სწორედ ამ ქვეყნიდან. სწორედ ამ ქვეყნებს უნდოდა ჩვენი სად შენდება ეს ყველაფერი? დღეს ვიჯექით, რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ხედავდით, რომ სადაც შენდება, ვთქვათ, ქალაქი. ეს მაინც დაკავშირებულია, ვთქვათ, გარდაბნის, ნუ ბევრი რამ, ირგვლივ ქართული მოსახლეობის 3-4%-ია. დანარჩენი ისე მუსლიმური აღარ ვლაპარაკობთ, იქეთ რატომ მე მუსლიმების წინამდე კი არ ვარ. ჩვენ ხელოვნურად ქმნით ამ დაპირისპირებას და ვიღაცას აწყობს, რომ ეს დაპირისპირება იყოს. აჭარაში სად შენდება ეს? როგორ არის მდგომარეობა დღეს
ჩვენი იმის. და ჩვენ თურქეთთან წყიბზე დგას ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან. ეხლა წყიბზე ვაყენებ ჩვენს ურთიერთობას არაბებთან, იმიტომ რომ 100 ქართველი რომ დარჩეს, 100 ქართველი, ის 100 ქართველი ვერ მოითმენს და მუდმივად ექნება განწყობა და მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების მხარდაჭერა, რომ ასე არ შეიძლება დამოკიდებულება იმ ქვეყნისადმი, რომელიც ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანაა. შეიძლება ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანაში ამას ვაკეთებდეთ. ჩემს Facebook გვერდზე დევს ის და მე გარკვეულწილად ამის თაობაზე ვისაუბრე, მაგრამ ეხლა მინდა წავიკითხო აგერ და ვნახო კიდე ერთხელ, რომ რა გამოგდის, ვიღუპებით და გვიხარია. ქუძე კაცი მომავლი საქართველოსთვის. რუსთაველის პროსპექტის მშვენება, კინოთეატრი რუსთაველი, წინ ლეგენდარული კინოხელოვანთა ვარსკვლავებით არაბული კომპანიის ოფისად იქცა. ვინც ამას ვითმენთ, ქართველობაზე ნუღარ ვდებთ თავს. მითხარით ერთი ქვეყანა, ვიმეორებ, მითხარით ერთი ქვეყანა, სადაც აშენდა, ან უნდა აშენდეს არაბული ქალაქი. პეტრე მამრაძეს უთხარი ეს ყველაფერი იცის, არ ვიციო მითხრე, არ არის, იცის თუ არ არის, მაგრამ ამას ვერ ამბობს ხმამაღლა. მითხარით ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი, რომელიც მხარს უჭერს პატარა ქვეყნების მიერ მიწის გაყიდვა გასხვისებას. ერთი მითხარით. მოვიდა გადაცემაში და Facebook-ზე დევს ეს ესე იგი ძალიან პროფესორი, დოქტორი ბატონი ბაჩიაშვილი და გითხრა გარკვევით, რომ 6 ნობელიანტი, ეკონომისტი ყველა კატეგორიული წინააღმდეგია იმისა, რომ პატარა ქვეყნებმა კი არა, დიდმაც კი, მით უფრო პატარა ქვეყანა მიწარო გაყიდოს. ერთმა კაცმა მაინც უარყავით ეს სიტყვები, ესე იგი, არ ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. მითხარით, რომ ეს სიტყვები არ ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. აი რა აქვს მას თქვა, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს არ აქვს უფლება გაყიდოს მიწა. რატო დავდივართ ეკლესიაში? ეხლა შობა რომ მოვა დღესასწაულები და მთელი თავრობა ჩადგებით იქ რიგში. და უკვე ძალიან ბევრი პიროვნება, სადაც თავრობა მიდის, იქ აღარ მიდის უკვე ეკლესიაში, იმიტომ რომ ის არის მოდასაყოლილი და არავით არის შინაგანი რწმენით. მისვლა არ ხდება იქ. პატრიარქმა გითხრა მიწა არ უნდა გაიყიდოსო. როგორც ყოველ მამულიშვილს, მე როგორ მინდა რომ საქართველოში დავით აღმაშენებლის, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქვეყანაში, რომელსაც არაბების მრავალსაუკუნოვანი ბატონობა აქვს გადატანილი, არ აშენდეს არაბული ქალაქი, რომ იყოთ არაბებთან კარგად, არაბული ქალაქის მშენებლობის გარეშე და თუ ინვესტიციი ჩადება უნდათ, ჩადონ რეალურ ეკონომიკურ სექტორში. ვინმე ამბობს, რომ რომელიმე ქარხნის აშენება თუ გინდათ და გითხრათ ვინმე უარი რომ არ ააშენოთო? ააშენეთ ბატონებო, ქარხანა ააშენეთ, რეალურ ეკონომიკას ჩადევით. ესენი ის რაც გვინდა ჩვენ, უამრავი ადამიანი, როცა ვთქვით რომ ქალაქი ბაგრატიონი უნდა აშენდეს, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სულ და მათ შორის არაერთმა და ორმა ემიგრანტმა, რომელიცაც იცადაც დაუგროვდა გარკვეული თანხა და უნდა რაღაც ააშენოს, ეს იქნებოდა ბედნიერება, რომ მოიკრიბებოდა ყველა, მაგრამ ფული არ ჭირდებოდა არაფერი და შენდებოდა ქალაქი ბაგრატიონი. ქალაქი ვაშინგტონი თუ არსებობს და მსოფლიოში ძალიან ბევრია სახელმწიფოები პატივს მიაგებენ თავიანთ დიდ პიროვნებებს და აქვთ მათ სახელობის ქალაქი. მე ხომ პიროვნების სახელზე არ ვლაპარაკობდი, ვლაპარაკობ 9 საუკუნე ისტორია მარიცის, 9 საუკუნის განმავლობაში ერთმა გვარმა რო ასეთ პროგრესი მოიტანა და ეს არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ კაცობრიობისთვის, ყველა ხაზი, თუნდაც მეცნიერების, რელიგიის და ასე შემდგომ, და ეს იყო ბაგრატონთა გვარი. მითხარით, ამ ქალაქის აშენებაზე ვთქვით, უარი და არაბულ ქალაქს ვაშენებთ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დავით აღმაშენებლის ქვეყანაში. ესე იგი დავით აღმაშენებელი არ გვინდაო, ძეგლი სხვაგან გადავიტანეთ. ქალაქის ცენტრში არ უნდა იყოს. იქ არ გავაღიზიანოთ, იმათ იყიდესო ეს ყაზახებმა იყიდესო და არ გავაღიზიანოთ, იქ გადავიტანეთ იქეთ. აქეთ ახლა კინოთეატრ რუსთაველს რა დავაწერეთ გარედან? და რუსთაველის პროსპექტზე მშვენება კინოთეატრი, ვიღაცამ თქვა კინო გავა მომავალშიო, კარგით რა.
რაც არ უნდა იყოს. ძალიან კარგად ვიცი რომ ბევრი ასეთი რა, მაგრამ კინოთეატრი საქართველოს იმის გამო ხო არ არის რომ გვერდით ისინი ყველანი იმ სასტუმროში ცხოვრობენ, რომელიც ბატონმა ბიზინა ავანიშვილმა ააშენა და ახლოს იყვნენ იმ სასტუმროსთან და ყველა თავის მოგებას ხედავდეს იქ. ესე იგი, სირცხვილია რომ ქვეყანაში სადაც წმინდანი მეფის, არაბების ბატონობის დამსრულებელი მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლი არ დგას, იქ სადაც მისი აღმართვა აკურთხა პატრიარქმა. ქვეყანაში სადაც ხელისუფლებამ განხილვის საგნადაც კი არ აქცია მეცნიერთა კონგრესის წინააღმდება ქალაქ ბაგრატიონის არსებობის და ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების და უცხოური ინვესტიციების გარეშე მშენებლობის თაობაზე, სადაც ვერ შევძელით ბაგრატოვან და გვარის არათუ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში ამას იუნესკო აკეთებს და გვეუბნებიან წარმოადგინეთ, არ იქნება არავითარი პრობლემა, როდესაც ჩვენ დავით ესე იგი ბაგრატი და გელათი ვაკეთებდით ყველაფერს იმისთვის რომ და იუნესკოს გენერალური დირექტორის კი ჩამოვიყვანეთ ქუთაისში და მივიყვანეთ ვაჩვენებთ და როცა უთხარით ბაგრატოვან და გვარის ისტორია, მაშინ თქვა ესე იგი ფედერიკო მაიორმა უნიკალური დირექტორი იყო იუნესკოს და თქვა რომ ეს კაცი შესატანიაო, ეს გვარი შესატანია. იმის მერე ვამბობთ რომ შევიტანოთ ჯერ თურმე ჩვენთან უნდა შევიტანოთ ჩვენი მემკვიდრეობის სიაში და მერე უნდა იქეთ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სიაში ვერ შევიტანეთ ბაგრატოვან და გვარი და როგორც სააკაშვილის ხელისუფლება, წინაშევარნაძის ხელისუფლება და ბიზინავანიშვილის ხელისუფლება გვეუბნებიან ეროვნულები ვართო. სირცხვილი არ არის ეგ. მეფისადმი ეს დამოკიდებულება და ის რომ ეს მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული ბაგრატოვანთა გვარის შეტანა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სიაში რა არის, რა პრობლემაა ეს? მაშინ როცა იუნესკო გეუბნება შეიტანეთ თქვენთან, წარმოადგინეთ ჩვენთან და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიტანთ ბაგრატოვანთა გვარს. ეს ხო უდიდესი ნახტომი იქნება, მაგრამ არა, ამის გაკეთება არ უნდა, ის ეროვნულები არიან. ესე იგი, შოთა რუსთაველის 850 წლის თავი საქართველოში ვერ გავიგეთ, როგორ გავიდა. დიდგორის 900 წლის თავი საქართველოში ვერ გავიგეთ, როგორ გავიდა. და 900 წლის თავის დღეს საქართველოს დიდგორობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი მთავარსარდალი ნაცვლად იმის რომ დიდგორზე ყოფილიყო თურქეთში იყო იმ დღეს თურქეთის პრეზიდენტთან და თითით ელაპარაკებოდა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს. ეს არის პატრიოტიზმი თურმე საქართველოში. დავით აღმაშენებლის 950 წლის თავი მთელ მსოფლიოს უნდა გაეგო. დავით აღმაშენებელმა გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია დიდგორის ომით. ჩვენ ხელში გვაქვს უნიკალური მასალები და ყველა გვეუბნება დავით აღმაშენებლისა და ჭყონდიდელის ურთიერთობა. ეს არის უნიკალური. და როგორ მივა იმ არისტოტელესა და დიდი მხედართავის ურთიერთობასთან ყველა გვეუბნება მით უფრო ისინი ესე იგი ქრისტეს შობამდე იყო და სხვა პერიოდის წინი არიან. ამ პერიოდში ეს არის უნიკალური მოვლენა. დავით აღმაშენებელი სამეულს არ გაცდა სოფლიოს ყველა მხედართმთავართა შორის და საქართველოში ვერ მივაგებთ პასუხს 950 წლის თავი ვერ აღნიშნეთ ეს. ესე იგი სირცხვილია რომ ქვეყანაში სადაც ესე იგი ასეთი რამეები ვერ გავაკეთეთ, ვაშენებთ არაბულ ქალაქს, ვაშენებთ ისე რომ გვეშინია არაბულ მხარესთან გაფორმებული კონტრაქტის გამოქვეყნებაც და ამ თემაზე პროფესიული დისკუსიაც კი. 26 წლის ბიჭმა, რომელიც დიდ ბრიტანეთშია, იქ დაიცვა სადოქტორო და დიდი საერთაშორისო აუდიტის წევრია, რომელიც ახლა იაპონიაში ყავთ მიწვეული ლუკა ჩხეიძე, დაგვიწერა ანალიზი და გვითხრა, წავიკითხეთ ეს კიდევაც და დევ ჩვენს გვერდზე, რომ გამორიცხულია რომელიმე ქვეყნის ესე იგი 6 მილიარდი კი არა, 200, 300, 400 მილიონი შევიდეს, თუ არ გაკეთდა ანალიზი ისეთი და თუ არ გამოქვეყნდა კონტრაქტი და ხალხთან თუ არ არის დათათბირებული. და გამოჩნდნენ მონები ხელისუფლების, რომლებიც ამბობენ რა აუცილებლობა რომ გამოქვეყნდეს. რა წერია აქ ისეთი ამ კონტრაქტში, რომ გამოქვეყნება არ შეიძლება მისი. რა წერია ასეთში? ქართულ მიწებს ვაძლევთ ერთ და ორს ხო არა. ვებერთელა ქალაქების ოდენა მიწებს ვაძლევთ. ქალაქს ვაშენებინებთ.
და კონტრაქტში რა დავწერეთ, იმის გამოქვეყნება გეშინიათ. ხალხი ხარ თქვენ? მე იმდენად ის კი არ მიკვირს, რომ ამას აკეთებს ხელისუფლება, არამედ ის, რომ დუმს ინტელიგენციის დიდი ნაწილი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილიც სულ გაყიდული სამთავრობო პროპაგანდისტების მსხვერპლი გახდა. ქუძე კაცი, როცა უკადრებელს გვაკადრებენ და ეს ხდება მაშინ, როცა საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა. გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებს დაბადებულთა რაოდენობას. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასულთა რაოდენობამ 370,000-ით აჭარბებს დაბრუნებულთა რაოდენობას და ქვეყანაში შემოსულ უცხოელთა რაოდენობა 250,000-ით აჭარბებს გასულთა რაოდენობას. რო შემოვიდა, ხო უნდა გასულიყო 250,000 აქ დარჩა. უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში, მაგრამ 3 წლის განმავლობაში. და ნახეთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. 1990 წელს ამიერკავკასიაში მოსახლეობის რიცხოვნობით პირველი ქვეყანა ვიყოთ საქართველო. ბოლოზე გადავიდა. ჩვენ 5,5 მილიონი ვიყავით. 3,5 მილიონი დავრჩით. ქართველთა რაოდენობა 1,3 მილიონის პარკლებშია. მაშინ როცა იგივე პერიოდში აზერბაიჯანის მოსახლეობა 4 მილიონიდან 9 მილიონზემდე გახდა და თითქმის ყველა აზერბაიჯანელია. რა გამოდის? ვიღუპებით და გვიხარია? ქუძე კაცი მომავლის საქართველოსთვის. ასეთია მეცნიერთა კონგრესის განწყობაც დარწმუნებული ვართ დადასტურდება ეს დიდ შეკრებაზე. ჩვენ ამას გეგმავთ კიდევაც ამ დღეებში და ბოლო ნაწილი, რომელსაც მინდა შევეხო, ისე ფიქრისთვის. თქვენც იფიქრეთ და მეც თქვენთან ერთად ვიქნები ამ ფიქრში. ბოლო პერიოდში რამდენიმე რამის გამო ბობოქრობს ქვეყანა. რა არის? მიწების გაყიდვა, არაბული ქალაქის მშენებლობა, ეს არის ჯარიმების გაურმაგება, გასამაგება, ეს არის განათლების კანონი, ეს არის ემიგრანტებისათვის ხმის მიცემის უფლების წარწმევა. აი 3-4 რაღაც კიდე შემიძლია დავამატო ამ იმას. მითხარით, რომელ ერთზე იყოს საუბარი არჩევნების წინ. ხელისუფლება არის ის, რომელიც არჩევნების წინ ამბობს იმას, რაც გააკეთებს არჩევნების შემდგომ. არჩევნების შემდგომ ეს ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც არ დაპირებია ხალხს. ეს დაუმალა, ეს უნდოდა თურმე რომ გაეკეთებინა. შენობებს ყიდითო უნივერსიტეტებისო. ესე იგი კონცენტრების რაოდენობა ქალაქში, ქვეყანაში ხარ თუ ქვეყნის გარეთ ხარ, გეუბნებიან რომ ყველაფერი ეს ოცნებასთანაა დაკავშირებული. და იმასაც კი არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ბიძინე ავანიშვილის შვილი შედის ერთ ქურთთან ერთად არის, სასტუმრო საქართველოს უკან თელი გნიასი აქვს. ხალხი გეუბნება მას ქუჩაში. და ეს ვერ გაიგო ბიძინე ავანიშვილმა. კონცენტრებში შედის და ეუბნებს კონცენტრი ჩვენია. და რა ეს აკეთებენ ესენი? შეჭამეს ქვეყანა. და ქვეყნები და ავტორიტეტ დაუკარგეს ქვეყანას. აი რომელიმე ერთზე, რომელიც გითხარით, არჩევნების წინ ლაპარაკობთ ამას გავაკეთებთო? გითხრათ არჩევნების წინ ქვეყანამ, რომ ჩვენ გადავხედავთ გაჭირებულთა სიებს, შემწეობას რობაზდებთ. გაზარდა ბოლო 1 წლის თუ 2 წლის განმავლობაში 200,000-ით. რატო ზრდიდით თქვენ კაი ადამიანებო? თუ ეხლა იმას აცხადებთ, რომ თურმე უნდა შეამციროთ. არჩევნების წინ გაზარდეთ, არჩევნების მეორე დღესვე ამბობთ რომ უნდა შეამციროთ. განათლების კანონი ასეთი რომ იქნებოდა. გამოაცხადეთ ვინმე მე-12 კლასი არ იქნებოდაო ასე და კიდევ ბევრი სხვა რამ ის აბსურდებია ყველაფერში გამოაცხადეს, არ გამოგიცხადებიათ. არჩევნების წინ არ გითქვამთ. პროგრამებში არ გქონიათ. დამთავრდა არჩევნები მეორე დღეს ამას აცხადებთ. ხიზ ემიგრანტებთან დაკავშირებით თქვით ერთი სიტყვა იმის თაობაზე რომ ემიგრანტებს ისინი არ უნდა კონდეთ. დღეს ძალიან სერიოზული რამ გამოაქვეყნა ბატონმა ნიკოლოზ ჩხეიძემ. უწესრესი ოჯახი, პიროვნება, კაცი ძალიან ღირსეული ბატონი შოთა ჩხეიძე, რომელიც ესე იგი სურსათის ექსპერტი იყო ნატოსა და გაეროში, უძლიერესი პიროვნებაა, პროფესორი, დოქტორი, მისი შვილია ნიკოლოზ ჩხეიძე, რომელიც
ტრამპის პარტიაში ნიუ-იორკში ერთ-ერთი მაღალი ფიგურაა, თუ თავმჯდომარის მოადგილის დონეზეა, რომელიც დიასპორის ხელმძღვანელი ის ამბობს, რომ მივედით, რომ პროტესტი ჩაგვებარებია საელჩოშია და საელჩოში არ შეგვიშვესო. ნიკოლოზ შხეიძე, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, ექიმობით, ოჯახიშვილობით და ყველაფრით ამერიკის პრეზიდენტთან რომ მოინდომო შეხვედრა მივიდა საელჩოში არ შეუშვეს. ამას წერს ეს კაცი თავის გვერდზე. ვინმე თქვით, რომ თქვენ არჩევნების წინ თქვით, რომ ემიგრანტებს ხმის უფლებას აართმევდით? არ გითქვამთ. არაფერი, რასაც აკეთებ, ჯარიმებს გავაურმაგებთო თქვით? ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებთ, რაც თქვით, აი ეს არის უკვე იცით რისი თქმა, თქვენ მონები ხართ. თქვენ ხალხი არ ხართ, თქვენ ცხრები ხართ, თქვენ ცხრების ფარა ხართ, რასაც გვინდა ჩვენ იმას ვაკეთებთ. არ გამოვა ეგრე. არ იქნება ეგრე. და არ იქნება მარტო ჩვენი ესეთი საუბრები და ის არ იქნება ის მოწოდებები იმათი როგორიც არის. ქართველი კაცები და ქართველი ზნეობრივი და მამულიშვილები, რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყოს, დადგებიან და ამ ანალიზებს რო გავაკეთებთ და დავდებ წინ და დავილაპარაკებთ, ყველანი დადგებიან და იტყვიან იმას, რომ ან შეცვლის ხელისუფლება კურსს, არ შეიძლება ევროპა ამერიკის ასელანძღვა. მე ვიცი ძალიან ბევრი რამ, რომელიც თქვათ შეიძლება ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ რა შვაში აქვს ამერიკასთან დაპირისპირება, ევროპასთან დაპირისპირება, შიგნით პრობლემები ვერ მოგიგვარებიათ. ძალიან კარგად ხედავთ, როგორ ესე იგი ფული გიჭირთ ისე რომ მასწავლებლებს ამცირებთ უნივერსიტეტების და ინსტიტუტების შენობებს ყიდით და ისე გინდათ თვითონ ყველა იმაში რაიონში ერთი კათედრაო სად არის ეგეთი რამ. ამით თქვენ ეთამაშებით რაიონებს, მაგრამ ანადგურებთ განათლების სისტემას. აი ამიტომ ერთი წელი გავიდაო დღეს ქუჩაშია ხალხი, ხვალ იტყვიან 1000 კაცი, 2000 კაცი, მე არ ყოფილ ვარ იქ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როდესაც დიდი შემოძახილი შედგება, მთელი საქართველო დადგება ფეხზე. ჩვენ არ ვჩქარობთ იმას, რომ მოუწოდოთ ხალხს ეს, მანამდე გვინდა, რომ ნელ-ნელა გავიტანოთ ეს ანალიზები და არ დავემსგავსოთ მომიტინგებს. მოვა გარკვეული დრო, როდესაც ვიტყვით, აი ესენი ჩვენ ყველაფერი ჩამოვაყალიბეთ და გითხარით. აი რა იყო თუ არ არის მართალი რამე ვთქვით, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს მეცნიერთა კონგრესის დრო არის ტელევიზიაში, ქართული ტივი, ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს პარასკევს, ყოველ სამუშაო დღეს 4-დან 6 საათამდე. მოდით გითხარით საწინააღმდეგო, გამოიტანეთ სხვა მოსაზრებები. რომ დაურეკე პეტრა მამრაძეს და ვეუბნები, რომ რა სილანძღები შენ და რატო ამართებ ამ იმის შემოსვლას, მე ამაზე დროსაც არ დავკარგაო, ინვესტიცია მოდისო, ამერიკული ინვესტიცია სადღა არისო, ევროპული სადღა არისო, ვითომ დაიქცა ამერიკა. მე ვეუბნები, რომ შენ ამერიკას იძახდი სულ. და დღეს რატომ ხარ ჩინეთი და ესეთი აგენტობა მეტი კი არაფერია. დაამთავრეს მათ რუსეთს გაუკეთეს საქმე. გაუკეთეს ის, რომ რუსულია კურსი თავიდან ბოლომდე აღებული. ამის დიდი ნიშანი ბევრია, მარტივ რამეს გეტყვით. ერთი კვირის განმავლობაში უყურე რუსულ ტელევიზიებს და უყურე სახელმწიფო ტელევიზიებს. ერთი ლაპარაკობენ ერთი და იგივეს. არავით არის განსხვავება. აღარ საუბრობ ბევრ სხვა რამეზე კიდე. მე რა რუსეთთან იმისი ურთიერთობების წინააღმდეგი ვარ, პირიქით მე ვამბობ, იყოს ეს ღიად. ხელისუფალი არ აქვს ქვეყანაში, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა ან ამერიკის პრეზიდენტს, ან ევროპის რომელიმე დიდი ქვეყნის პრეზიდენტს, ან თქვათ რუსეთის პრეზიდენტს, ვინმესთან, რომ კაციშვილი არაფრად არ ვთulis. და ელჩები ყავთ შეწუხებული, როგორმე სადმე ვინმესთან მივიღოთო და ავტორიტეტული პიროვნებაა ვატიკანში, ჩვენი წარმომადგენელი და ვატიკანში შეხვედრა და ამაზე ააგეს მთელი პოლიტიკა და დალანძღეს თანაც ქართველმა იმათ, რომ ვატიკანი ეს არის პოლიტიკური ორგანო. მე კი ვიცი, შეიძლება რაც არის და გაცილებით მეტი იმით შემიძლია ვთქვა, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც ჩვენ ასე არ უნდა ვილაპარაკოთ. და მით უფრო პრემიერ-მინისტრი არ უნდა იწვევდეს ვატიკანის პირველ პირ საქართველოში. იმას მაინც უნდა ამბობდეს, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან დათათბირებით, ან მისი მონაწილეობით და ასე შემდგომ. მაგრამ აქ ყველაფერი შეცვლილია და ჩვენ ამას ვითმენთ. მე ვარ იმ ადამიანთა შორის, რომელსაც არ უნდა რომ ცხვარი იყოს და არ უნდა რომ მონა იყოს. და ხელისუფლებას ფეხშეშ არ ეგება. ძალიან კარგად ვიცი, რომ ფეხშეს რომ გაგებოდით თავის ძოზე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა შეიძლება მეც და სხვას ქონებოდა. ამის დასტური არის
ნონა გაფრინდაშვილმა როცა მითხრა რომ დაგიძახებს ბიძინევანიშვილი შეგვდებაო მე რომ მკითხაო მე ბედნიერი კაცი ვარ როცა ბიძინევანიშვილმა ნონა გაფრინდაშვილს კითხა რა აზრი გაქვს თემურ შაშიაშვილზეო მან უთხრა როგორც საკუთარ თავს იზევენდობიო მე უთხარი მას მე არ მაქვს არავითარი სურვილი შეხვედრის იმიტომ რომ ის ფულის პოლიტიკის მომხრეა და გახადა ბიზნესად აქცია პოლიტიკა ის პარლამენტი ვინც შექმნა და ვინც ეს ხალხი პარლამენტში შეიყვანა იმას საქართველოს არ უყვარს მე არ ვიტყვი იმას რომ მტერია საქართველოს იმიტომ რომ ქართველ კაცი არ მინდა სიტყვა გამოვიყენო იმ ადამიანებსაც ცუდი საქმე გაუკეთა ვინც შეიყვანეს იქ 9 მშენებელი არის დეველოპერი 9 დეველოპერი არის პარლამენტში არც ერთი არავითარ პოლიტიკასაც საქმე არ გონიათ არც არავითარი სურვილი არ აქვს მაგრამ ისე ბიზნეს ვერ გადაირჩენდნენ და აშენებენ ბინებს და შენდება ვისთვის სხვებისთვის და ბოლოს ამით ვამთავრებ ჩვენთან ძალიან ბევრი გამოდის ტელევიზიით და ლაპარაკობს იმას რომ აი უკვე შეიცვალა რომ აშენებულ ბინებში 85% ქართველები არიან რომ მიწებიც ქართველებზე იყიდება მექანიზმი ნახეთ როგორი ბიზნესი შემოვიდა საქართველოში ყიდულობს სხვა ეროვნების წარმომადგენელი ინდუელი არაბი თუ რუსი თუ ჩინელი ყიდულობს სახლს მაგრამ როგორ ყიდულობს მოილაპარაკებს სახლის მეპატრონესთან იხდის $200,000 ხო თქვა პირობითად ვამბობ სახლში თვითონ არ ყიდულობს მოძებნის ქართველს ჩუქნის ფულს $10,000 თუ $15,000 ეუბნება შენ იყიდე ოღონდ ფულს კი არ ჩუქნის არასწორად თქვი სესხს უფორმებს და იწერება რომ თქვათ ამ არაბმა ამ ქართველს მიცა $200,000 ამ $200,000 აჩუქა $200,000 იყიდის იმ სახლს თავის სახელზე და სესხი ხო აქვს აღებული $200,000 რომ ვერ გადაუხდის ამას ეს წინასწარაა დაგეგმილი ვერ გადაუხდის ეს სახლი დარჩება მისი ანალოგიურად ხდება მიწებზე თქვენ წარმოგიდგენიათ დიდგორი შედის თბილისის შემადგენლობაში რატო იმიტომ რომ კარგი ადგილებია და არასასოფლო სამეურნეო მიწის გაკიდვა ხო არ შეიძლება უკაცრავად სასოფლო სამეურნეო მიწის გაკიდვა ხო არ შეიძლება ამიტომ ისინი შემოუერთეს თბილის ცხეთის თეთრიწყაროს გარდაბნის ეს რაიონები შემოუერთეს თბილის ის უკვე აღარ შეიძლება არასასოფლო სამეურნეო იყოს ხიდიან ამიტომ კორუფცია არ ნახული მსგავსი კორუფცია როგორიც დღეს ქვეყანაშია ძნელია ვინმე წარმოიდგინოს ამაზე არავითარი შეგუება არ უნდა იყოს ჩვენ ნელ-ნელა ბატონებო მივდივარ იქეთკენ რომ ჩვენ გამოგვაქვს ეს ანალიზები გამოგვაქვს ეს პროგრამებია უნიკალური შემუშავებული რომელსაც შეუძლია ქვეყანა შეცვალოს მართვის სისტემაა შესაძლებელი ამ ქვეყანაში პირველ რიგში და ეს პროგრამები ყველაფერი დაწერილია თუ ხელისუფლება არ გამოიჩენს ესე იგი ყურადღებას არ გამოიჩენს ამ პროგრამების ამ წინააღმდეგობის მიმართ რაღაც ერთი დღე მართლაც უნდა დავნიშნოთ და მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე მაგრამ ვინც ვიქნებით ამის ინიციატორები ყველამ უნდა ვთქვათ რომ არასდროს ხელისუფლება ჩვენ არ ვიქნებით რომ ვინმეს არ დარჩეს საბჭოთილება რომ ეს არის ხელისუფლებისათვის ბრძოლა როგორც ეს პარტიებმა დაუკარგეს ავტორიტეტი ყველანაირ ბრძოლას და ყველანაირ ქუჩის გამოსვლას და რაღაცა იმას რასაც ქვია ხალხის შეკრება ჩვენ ჯერ ვაყალიბებთ მოსაზრებებს გვნით განწყობას ხალხში ვინც ვისმენთ ვისაც გვაქვს საშუალება იმიტომ არსებობს Facebook იმიტომ არსებობს დაუგზავნეთ დევს ეს ყველაფერი მასალები ვისაც ამის შეკითხვები გაქვთ მზად ვართ რომ უპასუხოთ ამას შენდობით ვიყოთ ერთმანეთის მიმართ ვის თემურ შაშიაშვილი არ მოგწონს ეს არ არის პრობლემა თემურ შაშიაშვილი ცუდია ეს ავტომატურად არნიშნავს იმას რომ ბიძინევანიშვილია კარგი მე არავის არ ვებძვი ჩვენ ვიბძვით საქართველოსთვის და ვინც ამ გზაზე დგას ეხობება საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ამისგან უნდა განთავისუფლდეს საქართველო ხელისუფლება პირველ რიგში დაპირისპირება რომლის ინსპირირება დაიწყო ხელისუფლებამ და გააგზელა ოპოზიციამ იმით რომ პარლამენტში არ შევიდა გავა დრო როდესაც იტყვიან რომ ეს იყო მოღალატეობა პარლამენტში არ შესულა პარლამენტში რომ შესულიყვნენ 58% რომ იყო აღებული ამდენ რამეს ვერ გაბედავდა ხელისუფლებას არ აწყობდა ოპოზიცია პარლამენტში და მიაღწია ამას კანონებს იღებს ისეც რომ ეს არის დამამცირებელი დამანგრეველი
ქვეყნის ეკონომიკისა და ყველაფრისთვის. ყველაფერზე ფასები იზრდება. ყველაფერზე ხელისუფლება რეალურად ეძებს ახლა ყველა თეთრს, ყველა იმას, რომ როგორმე ბიუჯეტში და როგორმე რაღაც გააკეთონ, იმიტომ რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვს. პარლამენტში რომ დღეს 48% კი არა, 15-20% რომ ყოფილიყო ოპოზიცია, 5-6 კაცი იყო საკმარისი, რომ ის დიდი ტრიბუნა გამოყენებულიყო, ქვეყანაში ამდენ რამეს ვერ გაბედავდნენ. აი ოპოზიციას ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არ შევიდნენ პარლამენტში. და რომ ხალხი გაყიდეს პრაქტიკულად ის ადამიანები, რომელმაც მათ ხმა მიცეს. და ეს იყო ხელისუფლების მხარდაჭერა მაშინ. ხელისუფლებას არ აწყობდა, გახსოვთ როგორ იქცეოდა, გამაღიზიანებლად. და თუ არ გინდა თუ შემოხვალ და ის კი არ იყო საუბარი, რომ მოდი დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, რატო არ მოდიხართ? არა, არ აწყობდა რომ შესულიყვნენ და ეს გაუკეთა ოპოზიცია. მეცნიერება თავისუფალია პარტიულობისგან. ზოგადად მეცნიერება. ჩერჩილის უნიკალური გამონათქვამი არსებობს. ორს მოვიყვან. პირველი არის თუ ოდნავ დაწმუნდები იმაში, რომ ხელისუფლება მოგწონს, ფსიქიატრთან წადიო. ჩერჩილის სიტყვებია, პრემიერ-მინისტრი იყო დიდი ბრიტანეთის. და მეორე ნათქვამი აქვს მას და ამით დავამთავრებ, რომ ესე იგი ეს როცა ასეთ პიროვნებაზე ლაპარაკობთ, ნუ აი ამ შემთხვევაში, ეხლა ვინმე იტყვისო, ქართველებსაც ხო აქვთ ესე, მაგრამ უნიკალური გამონათქვამია მაინც დიდი ქვეყნის და გახსოვთ სკოლაში გვასწავლიდნენ დიდი ბრიტანეთის სამეფოში მზე არ ჩადისო, ყველგან ჰქონდათ კოლონიები. და ქვეყანა რომელსაც ყველგან კოლონიები ჰქონდა, მიწას არ ყიდის თავისას. ინგლისელზეც არ ყიდის, ბრიტანელზეც არ ყიდის და შთამომავლობისაც არ აძლევს. და ეს გამონათქვამი, რომელიც აი ამ შემთხვევაში ჩერჩილს უკავშირდება, ის არის დაკავშირებული სწორედ აი სიმყარესთან, სახელმწიფოებრიობასთან და აი ვიმეორებ ის გამონათქვამიც, რომელიც წეღან მოიყვანე, ფაქტი ერთია, რომ ჩვენ დღეს რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავიყენეთ საკუთარი თავი და პირველ რიგში მოსახლეობამ. როცა მე ჩერჩილის სიტყვებზე ვიხსენებ და ვამბობ და როცა ჩერჩილი ამბობს იმას, რაც დაკავშირებულია, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესე იგი, აი შინაგანი წყობა უკვე ქვეყნის, როდესაც ვთქვათ, აი არაერთ და ორ რამეს გეუბნება, რომ რით განსხვავდება პოლიტიკოსი და მეცნიერი, ამბობს ჩერჩილი. პოლიტიკოსი ფიქრობს არჩევნებზე, მეცნიერი ფიქრობს მომავალზე. აი ეს განსხვავებაა. დღეს არჩევნებზე მოფიქრალი ქვეყანას ვერ გადაარჩენს. ქვეყანას გადაარჩენს ქვეყანაზე მოფიქრალი. ეს არის მეცნიერება. ამიტომ ვამბობ, ხალხის და მეცნიერების ერთობაშია ქვეყნის გადარჩენის საძირკველი, კვაკუთხედი და ყველაფერი. ფუძე ეგ არის ქვეყნის გადარჩენის. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. ეს არის მეცნიერთა კონგრესის პოზიცია. მე ეჭვი არ მეპარება. თქვენ გექნებათ საშუალება. სამშაბათ ჩვენ მეცნიერთა კონგრესის გაფართოებული სხდომა გვაქვს მეფე დავითში, ვისაც სურვილი ექნება იქ ცოტა შეზღუდულია რაოდენობრივად, მაგრამ თუ წინასწარ განცხადებას გააკეთებენ Facebook-ზე გამოქვეყნებულია და ეგ დაწერენ, ყველა შეუძლია დაესწროს. ეგ არის უნიკალური მოხსენება. რა მოხსენებაა ეს? ხელოვნური ინტელექტი და ადამიანი. დღეს ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა ეპოქა მოვიდა. რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტი? და რას ნიშნავს სინთეზური ინტელექტი? ხელოვნური ინტელექტია, რომელმაც რაღაც იმაში ჩაგვაყენა ჩვენ. და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ სინთეზურ ინტელექტს 2 საათში შეუძლია იმის გაკეთება, რაც 20 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი ვერ გააკეთებს. და სინთეზურ ინტელექტს აქვს გრძნობა, შეუძლია სიყვარული, პატრიოტიზმი და ყველაფერი. სულიად სხვა ეპოქა მოდის. უნდა ვიყოთ ამის კურსში. აი ეს არის ჩვენ აი ამიტომ ხშირად ვიხსენებ და ვიტყვი დღესაც, როდესაც წავიდა ისრაელში ჩვენი ფსიქოლოგი, შინაგანად ძლიერი ეს პიროვნება, ბესიკ ბოგველი და ყველა განსუფრებული დარჩა. ისინი გამოსვლა ქონდა იქ და ისეთი ურთიერთობები ჩამოაყალიბა. ესე იგი, უხარიათ რომ აი როგორი კარგად მოაზროვნე ფსიქოლოგია, მაგრამ
თვითონ basic მოგველი არის განცვიფრებული რა ტექნოლოგია აქვს რა ინოვაციები აქვს და მგეუბნება რომ ჩვენ სადავართო ისრაელში ვნახე ესენი საუკუნეებით არიან წინო საქართველოში ვართ ჭუბში ბრძოლაში ყვირილში ესე იგი დაკნინებაში ერთმანეთის არავითარი ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოში არ შემოდის ცხოვრობთ ნედლეულზე ხეთყე გვაქვს ოქრო გაგვაქვს მარგანეცი გაგვაქვს საქართველოდან გადის ძირითადი ნედლეული არავითარი ინოვაცია ამაზე ფიქრიც არ არის ქვეყანაში 80% ჩვენს მაგიდაზე სოფლით გამორჩეულ ქვეყანაში 80% პროდუქტები არის ქვეყნის გარედან დღეს მაგალითი მოვიყვანე აზვირებენ გადასახადებს მიწის ყველაფერი მაშინ როდესაც დავით აღმაშენებელი ყავდა მეფე რომელმაც რა გააკეთა 4-ჯერ 5-ჯერ ნაკლებ გადასახადს ახდევინებდა იმას ვინც მიწას ამუშავებდა იმასთან შედარებით ვინც მიწას არ ამუშავებდა საქართველოს შეიცვლება უცბად რომ მიიღო ერთი ელემენტარული კანონი ვინც მიწას ამუშავებს და მოსამალი მოყავს და არ იყენებს პესტიციდს ჰერბიციდს არ იყენებს ქიმიას და მოყავს სუფ და პროდუქტი არათუ განთავისუფლება გადასახადისაგან არამედ სესხი ნულოვანი პროცენტით ქვეყანა შეიცვლება გაჯანსაღდება ესაა მეცნიერება ეს არის მეცნიერული პროგრამები ამაზე ფიქრი კი არ მიდის ერთმანეთს ურტყამ თავში უროს და როგორ ჩანს ხის თავები ესენი თორე აბა ამდენი თავში რთმით რას უძლებს ეს თავი თუ ხის თავი არ არის ზიმი არაც ვილაპარაკე მაგრამ ვიმეორებ ჩვენ ვაკვირდებით აი ამ მასალებს ვაგროვებთ და ვემზადებით არ გვინდა რომ დავჭირდეს მაგრამ თუ იქნება დავნიშნავთ ერთი დღით ადრე და ვიტყვით რა საკითხები გამოდის და გამოვიტანთ არა ისე რომ ის იყოს ფშიტინი და ეს მიტინგებზე ის იყოს ვინ უფრო ემოციურად გამოვა პროექტს გამოაქვეყნებ წინასწარ და ვიტყვით მოვდივართ იმიტომ რომ აი შეხედეთ რა საკითხებია გადასაწყვეტი და გარკვეულწილად რეფერენდუმით იქნება იქ ისე იქნება მოწყობილი ყველაფერი ესენი ქუდი კაცზე აი ეს როგორც იტყვიან ქვეყნის გადასარჩენად ქუდზე კაცი სწორი ეგ არის ქუდზე კაცი ისე კაც ქუდი უნდა ეხუროს მაგრამ ქუდზე კაცი ქვეყნის გადასარჩენად და ამ კაც ქუდი უნდა ეხუროს თავზე სინდისი და ნამუსი უნდა კონდეს და ღირსებით უნდა იყოს მიწის გაყიდვა იწყება სინდისის გაყიდვით ვინც მიწას ყიდის ხელისუფლებაა თუ ხელისუფლების გარეთ სინდისი აქვს გაყიდული მაგრად ვიყოთ ძლიერად ვიყოთ მე ძალიან იმედიანად ვარ მეცნიერთა კონგრესის პროგრამებით მე ძალიან იმედიანად ვარ რომ ხალხში განწყობა ყალიბდება სწორად და მე ძალიან იმედიანად ვარ იმით რომ ჩვენი პოზიცია არ არის ვინმე წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი პოზიცია არის ბრძოლა საქართველოსთვის მაგრად ვიყოთ